რუსთავი ორის წინააღმდეგ კიბერხალვაშის სარჩელის შესაძლებელი საქალაქო სასამართლოში წარდგენილია სამაუწყებლო კომპანია არ ეთანხმება ხალვაშის მიერ წაყენებულ პრეტენზიას როგორც რუსთავი ორის ლოგოს, ასევე საერთაშორისო პროექტების ავტორობაზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი რუსთავი ორის საერთოდ არ უნდა იყოს მოპასუხე მხარე. ჩვენ წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს კი ბოლო დღეებში საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე სახით შეუერთდა და ამჯერად მათი კრიტიკის ობიექტი რუსთავი ორთან ერთად შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც გახდა, რომელმაც ტელევიზიის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავაზე მკაფიო განცხადება გააკეთა. ეს არის მეფის სუფრასთან სხდომი და მეფის კარზე მომსახურე ადამიანების პოზიცია. ასეთ შეფასებას მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იმ პირების მისამართით აკეთებენ, რომლებიც რუსთავი ორთან დაკავშირებული განცხადების გამო ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს დაუპირისპირდნენ. ნინო დანელია ამბობს, რომ ეჭვს აღარ იწვევს ის თუ ვისი პოზიციის გამყარებას ემსახურება ეს კრიტიკა, რადგან მათ მიერ რუსთავი ორის წინააღმდეგ დაწყებული პროცესის კერძო პირების დავად შეფასება ხელისუფლების კომენტარებს ზუსტად ემთხვევა. საბჭოთა დროს ამათ ერქვა, ამ ჯგუფს ერქვა წითელი ინტელიგენცია, რომლებიც უპირობოდ ატარებდნენ, ვთქვათ, კომპარტიის ხაზს და მე ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფი ცოცხლობს. თავარი მათი ფუნქცია არის თქვან ის, რასაც მათ კარნახობს ხელისუფალი და გაამყაროს ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის პოზიცია რუსთავი ორის წინააღმდეგ. რას ვფიქრობ, რეალურად ელჩთან დაკავშირებით არის, რაც გამოვაქვეყნე იატერებში. განცხადება, რომელზეც პოეტი დავით მაღრაძე საუბრობს, შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ეკუთვნის. ნიკოლას ბერლინერი აცხადებდა, რომ რუსთავი ორთან დაკავშირებული მოვლენები მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედია პლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამერიკელი დიპლომატის ამ განცხადებას დავით მაღრაძემ ღია წერილით უპასუხა. რუსთავი ორის მეპატრონეებს შორის დავას გაარკვევს მონობიდან გათავისუფლებული დამოუკიდებელი სასამართლო. სიტყვის თავისუფლება არანაირად არ უნდა ზღუდავდეს საკუთრების უფლებას. თქვენო აღმატებულება გულწრფელად მინდა რომ თქვენი ფიქრობ უსაფუძვლო შეშფოთება დავაცხო და გითხრათ რომ იყავით მშვიდად. საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება, რადგან ურეიტინგო პოლიტიკურ ზნეობრივად გაკოტრებული ხალხის უნდობლობით დაღდასმული, დაშლილი, დანაწევრებული ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს მობრუნდება. ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. დავით მაღრაძის ამ ღია წერილს მალევე მოყვა სხვა გამოხმაურებები. ამერიკელ დიპლომატს გოგა ხაინდრავამ და ზაზა შათირიშვილმაც უპასუხეს. ფილოსოფოსი შათირიშვილის შეფასებით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი სიტუაციაშიც ვერ ერკვევა და მისი განცხადება რუსთავი ორთან დაკავშირებით დიდ ყურადღებას საერთოდ არ იმსახურებს. ელჩის განცხადებაში იგრძნობა, რომ ის არ არის ამ პრობლემაში ღრმად ჩახედული, ნაჩქარევი და ზერელე განცხადების შთაბეჭდილებას ტოვებს. ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ვერ გაერკვა არსებულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება დიდ ყურადღებას არ იმსახურებს. უბრალოდ ვინც არ იცის, უნდა აუხსნათ რეალობა. საჭიროა მეტი კომუნიკაცია ელჩებთან. გარდამავალი პერიოდია, ერთი ელჩი წავიდა, მეორე მოვიდა და ამიტომაც მოხდა მსგავსი რამ ამ პერიოდში. შათირიშვილისგან განსხვავებით დიპლომატისგან დამატებით განმარტებებს ითხოვს გოგა ხაინდრავა. ის ცდილობს გაარკვიოს ნიკოლას ბერლინერის საკუთარ პირად მოსაზრებებს ავრცელებს თუ ეს შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციაა. ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე ასეთ გაღიზიანებას სამოქალაქო სექტორში იმით ხსნიან, რომ ნიკოლას ბერლინერის შეფასება არა ხელისუფლების, არამედ ადგილობრივი არასამთავრობოების პოზიციას ემთხვევა, რომლებიც რუსთავი ორის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობად აფასებენ. პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შესრულების განცხადებასთან დაკავშირებით არის არაჯანსაღი, ღიმილის მომგვრელი და გარკვეულწილად პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი. შეუძლებელია მან არ იცოდეს თუ რა ხდება რუსთავი ორთან მიმართებით. რუსთავი ორზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს განვითარებულ პროცესებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო სააგენტო როიტერიც, რომელმაც რუსთავი ორის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. მასალაში ნათქვამია, რომ საქართველოს წამყვანი დამოუკიდებელი ტელეკომპანია პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა და ახლა დახურვის საფრთხის წინაშეა. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ დააყადაღოს ტელევიზიის ქონება თავისუფალი მედიის საქმიანობის შეზღუდვის გამო კრიტიკა დაიმსახურა. თავრობის მტკიცების მიუხედავად, რომ ყოფილ მფლობელთაგან ერთ-ერთის მიერ შეტანილ სარჩელთან კავშირი არ აქვს, ეს საქმე აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და მართულია. სხვაგვარად როგორ ავხსნით იმას, რომ არჩევნებიდან ცოტა ხანში, როდესაც მილიარდელი ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, რუსთავი ორი მთავრობის ოფიციალური პირების მუდმივი თავდასხმის ობიექტი გახდა. დარწმუნებული ვარ, მთავარი მიზანი საქართველოში წინა საარჩევნოდ ერთადერთი ფინანსურად დამოუკიდებელი, მდგრადი, თავისუფალი და კრიტიკული მედიის გაჩუმებაა. აქ მთავარი სწორედ ესაა. რა თქმა უნდა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა საფრთხეშია.
რუსთავიორთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესახებ როიტერმა აზრის გამოკითხვა მოსახლეობაშიც ჩაატარა. იმის თქმა რამდენად კარგია ან არ არის კარგი თქვა თავად რუსთავიორი, ვფიქრობ მეორე ხარისხოვანია, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი. სიტყვის თავისუფლება ეს პირველი არის დემოკრატიის განვითარებისათვის ქვეყანაში და ამდენად ვთვლი, რომ ესეთი ტელევიზია აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუნდაც ერთი რომ იყოს. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია რომ იყოს რუსთავიორი და უკეთესი იქნება იყოს კიდევ და კიდევ უფრო მეტი ეგეთი თავისუფალი მედია. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელი არის დემოკრატიულ ქვეყანაში, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც რუსთავიორის მიმართ ხდება, გონია რომ არის დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ მედიაზე. რუსთავიორის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა რამდენიმე კვირაა დაიწყო. მას შემდეგ რაც ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიაში წილის დაბრუნება მოითხოვა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსამართლემ რუსთავიორის პარტნიორთა ქონება დააყადაღა. გაიზიარებს თუ არა საქალაქო სასამართლო ყადაღის მოხსნის შესახებ რუსთავიორის ადვოკატების მოთხოვნას, ეს აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. ანა წერეთელი მუშაობდა დღეს ამ თემაზე. ანა, რაც შეეხება შესაგებელს, რომელიც დღეს შევიდა სასამართლოში, რას ითხოვს რუსთავიორი? რუსთავიორის მიერ წარდგენილ შესაგებელში, რომელიც წარდგენას დღეს მოხდა ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ ხალვაშის სასარჩელო მოთხოვნები არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. რუსთავიორის დღევანდელი ლოგოსთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე ნათქვამი არის, რომ რეალურად ეს მოთხოვნა არის usაფუძვლო, რადგან რუსთავიორის დღევანდელი ლოგო არის შექმნილი 2010 წელს, ხოლო ის ლოგო, რომელიც ქიბარ ხალვაშის მეწილეობის პერიოდში ფუნქციონირებდა, საერთოდ 2003 წელს შეიქმნა, როდესაც ხალვაში რუსთავიორის წილებში საერთოდ არ ფიგურირებდა. რაც შეეხება საერთაშორისო პროექტებს, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსთავიორის ადვოკატები აცხადებენ, რომ რუსთავიორი ამ თემაზე საერთოდ არასათანადო მოპასუხეა. სარჩელში ორი მომენტი გვაქვს დაყენებული, ეს არის ლოგოს ავტორობასთან დაკავშირებით წარდგენილი გვაქვს მტკიცებულება, რომ რუსთავიორის ამჟამინდელი ლოგო, რომლის ავტორობაზეც აპელირებს ქიბარ ხალვაში, არის ნამდვილად რუსთავიორის საკუთრება და არა ქიბარ ხალვაშის ავტორობით შექმნილი. მეორე ნაწილი, რაც შეეხება საერთაშორისო პროექტების ავტორობას, ამასთან დაკავშირებით რუსთავიორს დაყენებული აქვს არასათანადო მოპასუხედ ცნობის საკითხი, ვინაიდან აღნიშნული პროექტები თავად რუსთავიორის ავტორო უფლებების ობიექტიც არ არის. აღნიშნული პროექტების ავტორები არიან საერთაშორისო კომპანიები და მითითებული გვაქვს ეს კომპანიები შესაბამისად ამ ნაწილში რუსთავიორის საერთოდ არ უნდა იყოს მოპასუხე. ვფიქრობთ, რომ სასარჩელო მოთხოვნები როგორც ტელეკომპანიის მიმართ, ასევე მისი პარტნიორების მიმართ არის ყოველად უსაფუძვლო, ამიტომ ჩვენს შესაძლებლობაში სწორედ საუბარია ამაზე და მითითებულია ყველა ის სამართლებრივი გარემოება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ნათელს ფენს იმ გარემოებას, რომ ამ სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის კიდევ ერთ სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც საჯარო რეესში რუსთავიორის მეწილეობის შესახებ ინფორმაციის შესწორებას ეხება, რუსთავიორის ადვოკატები თვლიან, რომ ეს საკითხი სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს, ან ეს თემა სწორედ არა, ვთქვათ, სამოქალაქო კოლეგიის, არამედ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსახილველი საკითხია.